პარლამენტმა ახალი საარჩევნო კოდექსი დაამტკიცა. ეკატერინე ხვედელიძე საქართველოს მოქალაქეობა აღუდგინეს. რუსეთის ფედერაციას ახალი ვიცე-პრემიერი ყავს. თქვენ უყურებთ ახალ ამბებს 9 საათზე და უახლოესი 1 საათის განმავლობაში დღის მთავარ თემებს მივიხილავთ. პარლამენტმა დღეს 111 ხმით 2-ის წინააღმდეგ ახალი საარჩევნო კოდექსი დაამტკიცა. პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე კოდექსის მიღება დეპუტატებს და მის შემუშავებაში მონაწილეებს განსაკუთრებულად მიულოცა. კოდექსი მიღებულია და ახლა ერთი პარტია პატარა დეტალი დარჩა არჩევნების კარგად ჩატარება განაცხადა ბაქრაძემ. ახალ საარჩევნო კოდექსზე მუშაობა დაახლოებით 1 წელია მიმდინარეობს. მასზე მუშაობას ოპოზიციის ნაწილი გამოეთიშა და საბოლოო შეთანხმებას ხელისუფლება მხოლოდ ოპოზიციის ნაწილთან მიაღწია. შეთანხმებებით შეიცვალა საარჩევნო დავების ვადები. დამოუკიდებელ კანდიდატებს კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება მიეცათ. ასევე არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ ის პატიმრებიც, რომელთაც ნაკლებად მძიმე დანაშაული აქვს ჩადენილი, ხოლო პარტიები, რომლებიც სიაში ქალებს შეიყვანენ, დამატებით ფინანსებს მიიღებენ. გარდა ამისა, წინა საარჩევნოდ კერძო ტელეკომპანიები ვალდებულნი იქნებიან კვალიფიციურ სუბიექტებს უფასო სარეკლამო დრო გამოუყონ. მოხდა შეთანხმება ყველა ძირითად საკითხზე, რომელიც იყო დაცმული ჩვენი ოპონენტების მხრიდან, ჩვენი პოლიტიკური გაერთიანებების მხრიდან, ასევე ვენეციის კომისიის დასკვნაში იყო მითითებული. შესაბამისად, ეს საკითხები უკვე შეჯერებულია. ამ საკითხებში დაახლოებულია ჩვენი პოზიციები ერთმანეთთან და საბოლოო სახე მიიღო საარჩევნო კოდექსმა, რაც საშუალებას მოგვცემს, რომ მომდევნო არჩევნები იყოს კიდევ უფრო მეტად გამჭვირვალე, იყოს სამართლიანი, იყოს კონკურენტუნარიანი და ამაში დარწმუნების საშუალება ჰქონდეს ყველას, როგორც ქართულ საზოგადოებას, ისე საერთაშორისო დამკვირვებლებს და იმედი მაქვს, რომ არჩევნები ჩაივლის სწორედ აი ამ საარჩევნო კოდექსის სულისკვეთებით. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ახალ საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით მაქსიმალურს მივაღწიეთ. რა თქმა უნდა, არის საკითხები, რომელიც თქვათ იგივე ოპოზიციის მხრიდან, თქვათ არასამთავრობოების მხრიდან ჯერ კიდევ არის დაუკმაყოფილებელი, მაგრამ თვითონ ეს არის პროცესი და შემდგომ დახვეწას შემდგომი უკვე პარლამენტი და ის პოლიტიკური ელიტა მიაღწევს, მაგრამ დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის წინ გადადგმული ნაბიჯი და რაც მთავარია, პოლიტიკურმა პარტიებმა მოახერხეს, რომ რაღაც გარკვეულ საკითხებზე შეთანხმებას მიეღწიათ და ეს არის პოლიტიკური შეთანხმების შედეგია. ეს არ არის იდეალური დოკუმენტი, თუმცა იმ პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს, იმ ფაქტორების გათვალისწინებით, ასე ვთქვათ, რა სიტუაცია არის, ეს არის ბუნებრივია იმაზე უკეთესი, რაც იყო, იმიტომ რომ აქ არის ასახული ყველა ის შეთანხმება, რომელიც თავის ძირზე გაფორმდა ხელისუფლებასა და პარტიების ნაწილს შორის და შესაბამისად უწყებად შორის კომისია, მედია მონიტორინგი, დამოუკიდებელი დეპუტატებისთვის არსებული გარკვეული მაჟორიტარი დეპუტატების ნარკოლოგიური შემოწმება, ყველა საარჩევნო სუბიექტისთვის დაფინანსება წარმომადგენლების უბანზე, პოლიტიკური პარტიებისთვის შესაძლებლობა რომ გარკვეული ფინანსური რესურსი ჰქონდეთ საარჩევნო კამპანიის ჩასატარებლად და შემდეგ ხა ეს ძალიან ვიწრო ცოტა ჩამონათვალია იმასთან შედარებით, რაც ასახულია რეალურად. ხელისუფლება არ წამოვიდა არც ერთ დათმობაზე. ყველა შეხვედრა საკომიტეტო, კაბინეტური და პარლამენტში წარიმართა სრულიად არაკონსტრუქციულ ვითარებაში. რეალურად მივიღეთ მნიშვნელოვნად გაუარესებული საარჩევნო გარემო. ხელისუფლებამ ამოქოლა ყველა ხრელი რაიმე ლეგალური, ესე იგი, ინსტრუმენტების მოძიების ოპოზიციური პარტიებისათვის. შესაბამისად, ჩვენ ველოდებით უფრო ცხელ და დაძაბულ საარჩევნო კამპანიას, ვიდრე შესაძლებელი იყო რომ ყოფილიყო. ოპოზიცია პოლიტიკური პარტიების შესახებ კანონში შესატან იმ ცვლილებებს ეწინააღმდეგება, რომლის მიზანიც ქველმოქმედებისა და ამომრჩევლების მოსყიდვის გამიჯვნა. ოპოზიცია კანონის იმ ნაწილს იწუნებს, სადაც ტერმინი პოლიტიკური მიზნები განმარტებული არ არის. მათი განცხადებით, ტერმინი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა კანონის თანახმად პოლიტიკური მიზნით. ამომრჩევლისთვის ქონების ან ფულის გადაცემა, ამომრჩევლის მოსყიდვად ჩაითვლება და სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით დაიშჩება. ქრისტიან დემოკრატების წარმომადგენლები კანონში განმარტებებთან ერთად ცვლილებებს არა სისხლის სამართლის, არამედ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში მოითხოვენ. კანონპროექტი დღეს დაჩქარებული წესით 2 მოსმენით მიიღეს. პარტიას გარდა იმ სიმბოლური ნივთებისა, რაც უკავშირდება ამ პარტიის შესაძლოა რეკლამას, რაც უკავშირდება ცალკეულ აქსესუარებს, მათ შორის პარტიის ლოგოს გამოსახულებით სხვადასხვა ნივთებს, რასაც სიმბოლური ფასი აქვს. ამის გარდა არანაირი ფასეული ღირებულებების გადაცემა ამომრჩევლებს არ უნდა შეეძლოს, იმიტომ რომ ეს ყველა შემთხვევაში განიხილება როგორც მოსყიდვა. თუ თქვენ როგორც ლევან ვეფხვაძეს გიწევენ, დაბადების დღე იქნება თუ სადღაც, მაშინ გნებავთ საჩუქრით მიბრძანდით, გნებავთ პასკა მიიტანეთ, თუ რაღაც შესაბამისი ასე ვთქვათ დღე არის, რელიგიური დღესასწაული არის, რაც გინდათ ის კეთეთ. მაგრამ თუ ეს პარტიის სახით მიდიხართ, პარტიის სახელით მიდიხართ, პარტიის სახელს იქნებთ, ასეთ შემთხვევაში ბუნებრივია. მოსყიდვა უნდა იყოს შეზღუდული და აკრძალული.
10 და 20 ლარის ფარგლებში გარკვეული დახმარება ქუჩაში მთხოვნელისთვის არ უნდა ითვლებოდეს პოლიტიკურ მოსყიდვად და ეს ბუნებრივია ბატონო პალიკო ამ შემთხვევაში ადამიანი რომ მოდის ჩემთან მოდის როგორც პარლამენტის წევრთან პოლიტიკური თანამდებობის პირთან როგორც პარტიის წევრთან და ისე მთხოვს ამ ფულს და შესაბამისად ამ 5 და 10 ლარს რომ მოიღებს ადამიანს დაეხმარები ეს არ უნდა გახდეს ახალი კინოგადაღებების და დოკუმენტალისტიკის საფუძველი იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ ძალიან მალე ვიხილავთ მე ფარული კამერით დამაგრებულ მათხოვრებს რომლებიც პოლიტიკურ ლიდერებთან ივნიან ფულს თხოვენ და მე ამ ჩანაწერებს გამაქვეყნებენ ალბათ სხვა საიტებზე და მე ამ კაკედან მოხდება ჩვენს მედია სივრცეში ეს რო არ მოხდეს ამიტომ გონერულ ფარგლებში ეს უნდა აისახოს ამ კანონში და მოგიწოდებთ რომ ეს გავაკეთოთ კონტროლის პალატის მოთხოვნით თუ კი მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ინფორმაციას არ მიაწვდის კონტროლის პალატას მას 5000 ლარი დაჯარიმდება. ეს ჯარიმები ისედაც მანამდეა გათვალისწინებული. კონტროლის პალატა რას მოსთხოვს და რას არ მოსთხოვს, ეს კანონშია ყველაფერი გაწერილი და ცალკე ამ ნორმით ჩადება, რადგანაც ვერ მივხვდი. გარდა ამისა, კონტროლის პალატა ადებს ყადაღას პოლიტიკური პარტიის გაერთიანების და ამ შემდეგ ქონებას. პოლიტიკური ძალები უნდა ემსახურებოდნენ ხალხს, საზოგადოებას, ქვეყნის ინტერესებს და არ უნდა ემსახურებოდეს რომელიღაც ერთი ან ორი კომპანიის კომერციული სუბიექტის სხვადასხვა კომერციულ თუ ეკონომიკურ ინტერესებს. მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცა გამოჩნდა ასპარეზზე ფულიანი, რომელსაც უნდა რომ პოლიტიკური პროცესები შეისყიდოს, ამაზე მოითმო ხელი და ამაზე ფული აკეთო. ბევრი სამწუხაროდ, ბევრს არ ვიტყვი, მაგრამ ზოგიერთი ჩვენი ოპონენტი ამ დარბაზშიც სწორედ ამისთვის იბრძვის და ამას ლამობს. და ეს არის მათი მთავარი ამოცანა და მისწრაფება, რომ რაღაცნაირად იმ თანხებზე ხელი მიუწვდებოდეს, რაღაცნაირად თავისი შესაძლებლობები და სერვისები მოახმაროს სხვა პარტიას და ამაში ფულადი სარგებელი მიიღოს. კარგით რა მართლა ჩალით ხო არ არის ეს ქვეყანა დაფარული. ესეთი პოლიტიკური პროცესები გვინდა ჩვენ საქართველოში, რომ ფულზე იყიდებოდეს ყველაფერი? CSKO-ს ადგილებიდან დაწყებული, ხმებით დამთავრებული და პროცენტები და ქულების ჩაწერით. მოგვეცით რაიმე საშუალება, რომ ქართულმა ოპოზიციამ ლეგალური გზებით შეძლოს პოლიტიკის კეთება. ლეგალურ მოედანზე, ნუ აკრძალავთ ისეთ კანონიერ მოქმედებას ჩვენსაც, რომელიც კანონიერი იქნება მორალურად, მაგრამ უკანონო იქნება რაღაცა უკანონო კანონით, რასაც თქვენ ახლა იღებთ. მინდა წავიკითხო ვენეციის კომისიის დასკვნის ერთი ფრაგმენტი, სადაც სწორედ იურიდიული პირების მხრიდან დაფინანსების აკრძალვას ეხება. სადაც პირდაპირ წერია, რომ კორპორატიული შემოწირულობების აკრძალვა რამდენიმე ქვეყანაში უკვე დამკვიდრებულია. მაგალითად საფრანგეთში, პოლონეთში, ბულგარეთში და ასე შემდეგ. ფრანგული მოდელი ევროპაში ბოლო 10 წლების განმავლობაში საკმაოდ გავლენიანი გახდა. პოლიტიკური პარტიების სახელმწიფო დაფინანსებასთან კომბინაციაში. ეს მოდელი მიზნად ისახავს მსხვილი ბიზნესის მხრიდან პოლიტიკურ პროცესებზე ზეწოლის შემცირებას, მაგრამ სინქრონულად ეს რო არ იქნეს გამოყენებული სპეკულაციისთვის და პარტიებზე ზეწოლისთვის, ამ პარტიებისათვის სახელმწიფო დაფინანსების წყაროების გახსნას. შეეხება ვენეციის კომისიის დასკვნას იურიდიულ პირებთან დაკავშირებით. თქვენ არ ახართ შემჩნეული ტექსტების ბოლომდე და სრულად კითხვაში, მთელი კონტექსტის გაგებაში მინდა გითხრათ, შესავალშიც და დასკვნაშიც წერია, რომ ერთი წარმატებული ელემენტი ამ კანონის არის სწორედ იურიდიული პირების აკრძალვა. კიდევ ერთხელ გახვედით დარბაზიდან გასაგებია არგუმენტების არ ქონის გარეშე. ის რომ ვიღაცა სურს რომ მას ხარდამჭერი არ ყავდეს და ერთი კონკრეტულმა ფიგურამ ამ ჯგუფმა მთლიანად დააფინანსოს საარჩევნო კამპანია, ეს არასწორია. ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება ყველა იმ ფუნდამენტურ პრინციპს, რომ არ შეიძლება პოლიტიკა იყოს მიმული დიდ ფულზე. დაფინანსება უნდა იყოს მიმული ხარდამჭერების რაოდენობაზე. ამიტომ არსებობს ეს პრინციპი. ზღვარი კონკრეტული პირისაგან დაფინანსების. კერძო დაფინანსების საშუალება არის მართლაც ძალიან ფართო და ძალიან ადეკვატური. თავარია პოლიტიკურ პარტიებს ქონდეს ხარდაჭერა. ხარდაჭერის მოსაპოვებლად საჭიროა საქმის კეთება და პრობლემებზე თვალის არ დახუჭვა. და არა მხოლოდ დემაგოგიური საუბარი ყოველგვარი არგუმენტების გარეშე. აეკრძალებათ თუ არა შენახული ფულის წინასაარჩევნოდ გამოყენება ოპოზიციურ პარტიებს. კობას ხაბაზის ინიციატივის შესახებ ჩვენ რამდენიმე წამში გეტყვით, მანამდე კი პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონში შესატანისლებების პროექტისთვის უკუძალის მინიჭების საკითხზე უმრავლესობა საბოლოოდ ჩამოყალიბებული არ არის. ეს არის ინფორმაცია, რომელიც პარლამენტში დღეს გახდა ცნობილი. უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი აკაკი მინაშვილი ადასტურებს, რომ აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტისთვის უკუძალის მინიჭება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსთან წინააღმდეგობაში მოვა და დეპუტატ კობა ხაბაზის მხრიდან
გაჟღერებულ ინიციატივასთან დაკავშირებით დამატებით განმარტებებს აკეთებს. შეგახსენებთ, რომ შესაბამისი მოთხოვნა პარლამენტის დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე უმრავლესობის წევრმა კობახაბაზმა დააყენა. მისი თქმით, თუ აქამდე განხორციელდა გარკვეული გადარიცხვები პოლიტიკური პარტიებისთვის, რომელიც დღეს მოქმედი კანონმდებლობით დაშვებულია და პარტიები ამ თანხის შენახვას და გამოყენებას წინასაარჩევნო დაპირებენ, მაშინ გამკაცრებული ნორმები ამ თანხებს აუცილებლად უნდა შეეხოს. წლის განმავლობაში არაჯანსაღი ფინანსური კონკურენცია აუგზავნეთ, შესაბამისად ამორჩეულის მოსყიდვა აუგზავნეთ მთელი წლის განმავლობაში. ასეთივე დაზუსტება უნდა იყოს შეწყვეტილი იმ მუხში, რომელიც ეხება ამორჩეულის მოსყიდვას სისხლის სამართლის კოდექსში. შესაბამისად ეს მუხი დაზუსტებულია. მინდა მოგახსენოთ, რომ ჩვენ მქონდა დღეს შეხვედრა დილით არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან. მათ მხრიდან იყო ერთი შენიშვნა, რომელიც მთავარი იყო პრინციპის საკითხზე იყო წარმოჩენილი, ეს უკავშირდებოდა სისხლის სამართლების პასუხისმგებლობას იურიდიული პირებისთვის. რაც შეეხება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს, აქ ცვლილებების ერთ-ერთი მიზანი არის ის, რომ გადავიდეს ეს ნორმები, რომელიც უკავშირდებოდა ფინანსურ დარღვევებს კამპანიის პერიოდში ან ზოგადად პარტიის დაფინანსებასთან დაკავშირებით, ეს ნორმები გადავიდეს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონში და საარჩევნო კოდექსში. კონტროლის პალატა ხდება ის ორგანო, რომელიც გააკონტროლებს ამ შემთხვევაში პარტიების ფინანსებს. თქვენ რასაც ბრძანებთ, საბოლოო ჯამში მე თუ ფულს ვაძლევ და ვამბობ, იმიტომ გაძლევ რა ხმა მომეცი, მინდა გარკვეულად რომ ამას არავინ არ ამბობს. და შესაბამისად ყურადღებიანი ნორმა თუ არის, მაშინ რადგინა რომ აკდევს და თუ დევს იმისათვის რომ გახდეს კონკრეტული კონიუნქტურის ან კონკრეტული სიტუაციის შესაბამისად რა დაგჭირდება იმის დამიხედვით მოახდინოთ მე დისკრიმინაციული გამოყენება ამ ნორმის შერჩევითი სამართალი უკვე არ არის მხოლოდ ოპოზიციის ტერმინი, ეს უკვე არის სახელმწიფო დეპარტამენტის შეერთებული შტატების ესე იგი ტერმინი, რომელიც ამბობს, რომ ჩვენთან არის შერჩევითი სამართალი. შესაბამისად რა გარანტიას გვაძლევთ ჩვენ, რომ თქვენ არ გააბრალებთ რომელიმე ჩვენს მომხრეს ამორჩევლის მოსყიდვას და თქვენს მომხრეს არ ააცილებთ ესე იგი პასუხისმგებლობას. და კორუფცია და ქრთამი ამ ხელისუფლებამ და ამ სახელმწიფომ დაამარცხა უკვე დიდი ხანია. ეს არის ერთ-ერთი მთავარი ფუნდამენტური გამარჯვება ჩვენი ყველასი, მთელი საზოგადოების, არა რომელიმე კონკრეტული ჯგუფის, არამედ ჩვენი ყველასი, ქართული საზოგადოების. თქვენ ახლა გახართ ბატონო ჯონდი და მოუწოდებთ ყველას, რომ კორუფციაში დაუბრუნდეთ, ქრთამის მიცემა დაიწყოთ და ასე შემდეგ. ეს არ მოხდება ბატონო ჯონდი. და ჩამონათვალია რა? ანუ პოლიტიკური მიზნით პირდაპირ ან არაპირდაპირ გარკვეული მომსახურების გაწევა და ფულის გადაცემა ეს განმარტება ხალხო ხო არის ის დაახლოებით რასაც ჩვენ ყოველდღიურად ვაკეთებთ ხოლმე. კორუფცია კი არ დაამარცხეთ. კორუფცია თქვენ გახადეთ თქვენი ექსკლუზიური უფლება. ანუ მოხდა ელიტარიზაცია კორუფციის. ბატონ აკაკი აკო მინაშვილს მივმართო. მას როგორც იურისტს შევახსენო და შევეკითხო ერთი ფაქტის შესახებ. ის გარემოება რომ ნაციონალური მანქანა. აი ჩვენ დღეს ვსჯელობთ კონკრეტულ საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით, მაგრამ იმის შესახებ, რის თაობაზე ჩვენ უნდა მივიღოთ კანონი, რის პრევენციაც უნდა მოხდეს, ის დღეს ძალიან აქტიურ მოქმედებაშია, ანუ პოლიტიკური კორუფციის კონკრეტულ საცეცებს გულისხმობ. პოლიტიკური მიზანი არის, როდესაც ინტერეს ჯგუფებთან მიდიხარ, საუბრობ და გინდა რაღაცა პროექტი გავიდეს. ან მათ აქვს ასეთი პროექტი და შენ მხარს უჭერ და ესეთ მომსახურებას თავაზობ, რომ ლობირება გაუწიო თქვა პარლამენტში რაღაც გარკვეულ კანონპროექტს და აქ როცა წერია მომსახურება, შეიძლება პოლიტიკური პარტია ან პოლიტიკური ჯგუფი ძალიან ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდეს და ფაქტიურად კავშირი დაკარგოს თავის ამორჩეველთან. და ბევრი კიდევ ასეთი რამ შეიძლება იყოს ესეთი ჩამონათვალი და ამიტომ ვამბობ ჩვენ რომ როცა წერთ აქ პოლიტიკურ მიზანს, პოლიტიკური მიზნის რომელი სახეობა ითვლება ამორჩევლის მოსყიდვა და მე გთავაზობთ რომ ერთადერთი ეს შეიძლება იყოს, როდესაც მე ქონებას, ან ფულს, ან საჩუქარს, რომელიც არ ეხება თქვა აქსესუარებს პოლიტიკური პარტიის, თავაზობ ამორჩევლებს იმის სანაცვლოდ, რომ მან მე მომცეს ხმა. აი ეს არის მოსყიდვა. ის ნორმები, რა ნორმებისაც დღეს ხდება კანონში გაწევა და უბრალოდ კანონპროექტში გაწევა მოცემული, გარკვეულწულად არის გაურკვეველი არის იმიტომ რომ რეალურად იმის ხაზგასმა თუ როგორ ხდება პოლიტიკური მოსყიდვა თუ ვინ ატარებს ამას ძალიან ძნელია. ეს არ არის საუნივერსიტეტო კათოლიკურ უნივერსიტეტში ბატონო ჯონდი და იქ უფრო დეტალურად ვისაუბროთ რა ურთიერთობა არის
ზოგადად კორუფციასთან ბრძოლასა ქვეყნებში და ნატოს წევრობის პერსპექტივებს შორის. რას ნიშნავს პარტიული ფული და რას ნიშნავს სახელმწიფო ბიუჯეტი, რა განსხვავებაა მათ შორის, რას ნიშნავს საერთოდ სახელმწიფოს ფუნქციონირების ფინანსური მხარეები. და მაშინ ეგება, თქვათ, მეტი გაგება იყოს ჩვენ შორის, მაგრამ მე ეჭვება, იმიტომ რომ როგორც ჩანს, თქვენ პოლიტიკურ მოღვაწეობაში მხოლოდ ერთი კომპონენტი გაინტერესებთ, ეს არის დემაგოგია, პოლიტიკური დემაგოგია. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონში ცვლილებების განხილვას პარლამენტში დღეს დებატები მოხდა. საქმე საჯარო სამართლის იურიდიული პირებისთვის პოლიტიკური დაფინანსების აკრძალვას ეხება. საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელთა განცხადებით, ამ აკრძალვის დაკანონებით მათ არსებობის არანაირი საშუალება აღარ ექნებათ. უმრავლესობის ინფორმაციით კი კანონპროექტში ჩადებული ეს პუნქტი ვენეციის კომისიამ მოიწონა. თავარი პრობლემა არის ის, რომ ამორჩევლის მოსყიდვისთვის დაიჭება თვითონ ამორჩეველი, რაც ნიშნავს იმას, რომ საკმაოდ მცირე ღირებულების ნივთის ან მომსახურების მიღების შემთხვევაშიც კი ნებისმიერი ამორჩეველი, ანუ პარტიისგან, პოლიტიკური სუბიექტისგან თუ მიიღებს ასეთ ნივთს, დაიჭება სისხლის სამართლის წესით 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთით. ჩვენი მთავარი შენიშვნა იყო ის და ვფიქრობდით, რომ ამორჩეველი თვითონ არ უნდა დასჯილიყო და აქამდე არ ხდებოდა ამორჩევლის დასჯა და არ უნდა დაწესებულიყო ასეთი პასუხისმგებლობა, მაგრამ ეს არ იქნა გაზიარებული ეს შენიშვნა და შესაბამისად ამორჩევლების სისხლის სამართლებრივი დასჯა მოხდება ასეთი დარღვევებისთვის. პროექტში არის ასეთი ჩანაწერი, რომ იმ შემთხვევაში თუ იურიდიული პირი ან მისი წარმომადგენელი, რომელიმე პარტიის მხარდასაჭერად საწინააღმდეგო განცხადებას გააკეთებს, მასზე გავრცელდება ისეთი რეგულაციები, როგორიც არის პოლიტიკურ პარტიებზე. ჩვენ მიგვაჩნია, რომ რა თქმა უნდა ეს რეგულაციები უნდა არსებობდეს, რა თქმა უნდა პოლიტიკურ პარტიებს არ უნდა ქონდეთ შესაძლებლობა, რომ მათ მოისყიდონ ამორჩეველი, მაგრამ მეორეს მხრივ ეს არ უნდა იყოს დაკავშირებული სიტყვის თავისუფლებასთან. ყოველ ადამიანს უნდა ქონდეს გამოხატვის თავისუფლება, თუმცა ის თუ გასწევს ხარჯებს პოლიტიკური პარტიის მიზნებისთვის, კონკრეტული პოლიტიკური პარტიის საქმიანობისთვის, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში შესაძლებლობები უნდა არსებობდეს. კონფლიქტების მოგვარების კონცეფცია, რომელსაც საზოგადოებრივი მოძრაობა ქართული ოცნების კონფლიქტების მოგვარების საკითხებზე მომუშავე თემატური ჯგუფი შეიმუშავებს, ძირითადად დიალოგსა და ნდობის აღდგენაზე იქნება ორიენტირებული. ამის შესახებ ჯგუფის პრეზენტაციის შემდეგ მასში შემავალმა ექსპერტებმა ჟურნალისტებს განუცხადეს. საზოგადოებრივი მოძრაობა ქართული ოცნების ფორმატში ქვეყნის ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური განვითარების საკითხებზე სამჯელოდ საპროგრამო კონცეფციების ჩამოსაყალიბებლად შექმნილია სხვადასხვა თემატური ჯგუფები. დღეს წარმოგიდგენ თემატურ ჯგუფს, რომელიც იმუშავებს კონფლიქტების მოგვარების საკითხებზე. ჯგუფში წარმოდგენილი არიან როგორც ამ დარგის ექსპერტები, ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. ჩვენი ამოცანაა კონსულტაციები ვაწარმოოთ საექსპერტო ჯგუფებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან. გავაფართოვოთ თანამშრომლობა სხვა პროფილურ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, შევისწავლოთ მოგვარების საკითხთა სფეროში არსებული ინტელექტუალური რესურსი, მსოფლიოში არსებული გამოცდილება, ვეძიოთ ახალი მიდგომები. ჯგუფი თავის საქმიანობის დღის წესრიგს ჩამოაყალიბებს საზოგადოებისაგან წამოსული თემების გათვალისწინებით და იმუშავებს, რათა უზრუნველყოს, რაც შეიძლება ფართო ფენების ჩართულობა ამ თემების განხილვაში. ჩვენ შევისწავლეთ ჩვენი ამოცანა, რომ მაქსიმალურად შევისწავლოთ იმ ხალხის პოზიციები, ვინც ახლოს არის იდეურად და ღირებულებებით ქართულ ოცნებასთან და იმ პოლიტიკურ პარტიებთან, ვინც შედის ამ ალიანსში და შესაბამისად შემდეგ მათი წინადადების საფუძველზე და არა მარტო საფუძველზე სხვების წინადადების ჩვენ გვაქვს ჩვენი გამოცდილება მრავალწლიანი, რომ შევაჯეროთ რაღაც კარგად ჩამოყალიბებული სახელმწიფო კონცეფცია შევთავაზოთ საზოგადოებას, რომელიც წამოსული იქნება საზოგადოების წევრებისგან. ნახევრად მოგებული საქმე და გადაწყვეტილება პოლიტიკური ზეწოლის ფონზე. ასე შეაფასა ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა მოსამართლე შოთა გეწაძის მიერ გამოტანილი განაჩენი. თბილისის საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა ბიძინა ივანიშვილის და მისი მეუღლის სარჩელი საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ. კერძოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით პრეზიდენტის 600 მეორე ბრძანებულების ის ნაწილი იქნა ბათილად ცნობილი, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტმა საქართველოს მოქალაქეობა ჩამოართვა ბიძინა ივანიშვილის მეუღლეს ეკატერინე ხვედელიძეს. სასამართლომ ძალაში დატოვა პრეზიდენტის ბრძანებულების ნაწილი, რომლის მიხედვითაც მოქალაქეობა ჩამოერთვა ბიძინა ივანიშვილს. ამასთან ორივეს მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ პრეზიდენტის ერთი ბრძანებულება გამოიცა. სასამართლომ საქართველოს პრეზიდენტს დააკისრა 100 ლარიანი ბაჟის გადახდა. ბიძინა ივანიშვილისა და ეკატერინე ხვედელიძის სარჩელთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებაზე განმარტება სასამართლოშიც გაკეთდა.
ეკატერინე ხვედელიძესთან მიმართებაში სასამართლომ აღნიშნა, რომ ვინაიდან საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების დროს იგი უკვე იყო როგორც რუსეთის ფედერაციის, ასევე საფრანგეთის რესპუბლიკის მოქალაქე, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოსა და საქართველოს პრეზიდენტის მიერ საფრანგეთის რესპუბლიკის მოქალაქეობის ფაქტის მოგვიანებით შეტყობა სამართლებრივად ვერ გაუთანაბრდება საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შემდეგ ეკატერინა ხვედელიძის მიერ სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღებას. სასამართლომ დაადგენილად რომ საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შემდეგ ბიძინა ივანიშვილის მიერ საფრანგეთის რესპუბლიკის მოქალაქეობის მიღება წარმოადგენდა საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის კანონის მიერ საფუძველს. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას, რომ ბიძინა ივანიშვილსაც დაუბრუნდეს საქართველოს მოქალაქეობა, რომელიც უკანონოდ ჩამოერთვა. ამ ნაწილში გავასაჩივრებ, ეკატერინე ხვედელიძის ნაწილში ჩვენ უკვე სასამართლო პროცესი მოვიგეთ. ბიძინა ივანიშვილს არ დაუკმაყოფილეს სარჩელი მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური საფუძვლით, რადგან სამართლებრივი საფუძველი ერთ შემთხვევაში და მეორე შემთხვევაშიც იყო ერთი და იგივე, დარღვეული იყო 40 მუხლი, რომლის საფუძველზეც სასამართლოს სრულად ჰქონდა შესაძლებლობა დაეკმაყოფილებინა სარჩელი. ჩვენ როგორც ბატონმა შალვამ ბრძანა აუმშავეთ სათარიგო გეგმას და ჩვენ ამ პროცესს როგორც ეკატერინე ხვედელიძის მიმართებაში მივიყვანეთ წარმატებით ბოლომდე, ასევე წარმატებით მივიყვანთ ბიძინა ივანიშვილის მიმართებაშიც. პალატა დავითაია ბედნიერია იმით, რომ ბიძინა ივანიშვილმა მისი პოლიტიკური პარტიის მიმართ ინტერესი არ გამოიჩინა. დავითაია ამბობს, რომ მილიარდელის ქართულ პოლიტიკაში გამოჩენამ სერიოზული გაუგებრობა და კოლეგების დაბნეულობა გამოიწვია. დღევანდელ ბრიფინგზე დავითაიამ ივანიშვილზე საუბრის შემდეგ ეროვნული დემოკრატების სამომავლო გეგმებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას მისი გუნდი დამოუკიდებლად არ მიიღებს. დავითაია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს რამდენიმე პარტიასთან გეგმავს. მე არა ვარ წინააღმდეგი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში, ხო პირიქით გამიხარდა, როცა მან გააკეთა განცხადება, რომ შემოვიდა პოლიტიკაში, თქვათ, რაღაც მეგონა ასე, რომ მოხდებოდა გაჯანსაღება სიტუაციის, გამოხდებოდა რეალური ძალა, თქვათ, საპირწონე ნაციონალური მოძრაობის და თქვათ, იქნებოდა რაღაც ცალდაჭიდილი. გამოვიდა პირიქით რა? გამოვიდა ის, რომ ივანიშვილმა გააყო წყალგამყოფი, სადაც ღიად ეს მისი პირველი შეცდომა იყო. და შემდგომ დაიწყო ამ მე გამიხარდა, რომ წყალგამყოფის მეორე მხარეზე ვარ. რატო ეცით გეტყვით? იმიტომ რომ ჩემი პარტია გადარჩა. და ვინ წყალგამყოფის მეორე მხარეს ეს პარტიები უკვე პარტიები არ არის. მან შეიწოვა სულ ყველა. მნიშვნელობა არ აქვს ალასანიას პარტია აქტივა, რესპუბლიკის პარტია აქტივა თქვა. მან ის პარტია უკვე ვერ იქნება. Prime Time-ის ოფისში დღეს ჟურნალისტების შეკითხვებს აკაკი ასათიანიც პასუხობდა. მთავარი შეკითხვა, რაც მედიის წარმომადგენლებმა დასვეს, ეს იყო ივანიშვილის შორის პოლიტიკური ურთიერთთანამშრომლობა. ასათიანი აცხადებს, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განცხადება ახალი წლის შემდეგ გაკეთდება. დავიშალეთ, რომ გავაუქმეთ ბლოკი. იცით რა, ჩვენ ბლოკამდეც ჰქონდა ურთიერთობა და შეთანხმებული პოზიციები, თქვათ ფორუმს ტრადიციონალისტთა კავშირის ხნებავთ იგივე ქალთა პარტიას ქალბატონი გუგლის მეთაურობით. ბლოკის დროსა და ბლოკის მერეც გვექნება ერთგვარი რაღაცა კოორდინირებული მოქმედება, მაგრამ ვიმეორებ, თუ რაიმე ტიპის თანამშრომლობაზეა ლაპარაკი ნებისმიერ პოლიტიკურ ძალასთან, ეს ჯობია გადაწყვეტილება ამის თაობაზე მიღებული იყოს დამოუკიდებლად ყოველი პარტიის მიერ. არჩევნები 2012 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი მომავალ წელს მძიმედ აფასებს, რადგან საქართველოში და სხვა 35 ქვეყანაში, რომლებთანაც საქართველოს სერიოზული ურთიერთობები აკავშირებს, არჩევნებია დაგეგმილი. ამის შესახებ გრიგოლ ვაშაძე მთავრობის ხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მინისტრთა კაბინეტი მიმდინარე წელს კიდევ ერთხელ 30 დეკემბერს შეიკრიბება და გასულ წელს შეაჯამებს. 30 დეკემბერს ტრადიციულად წარუდგეთ საზოგადოებას სრულ მოხსენებას 2011 წლის და 2012 წლის შესახებ, 2011 წლის მიღწევების და პრობლემების შესახებ, 2012 წლის გეგმების შესახებ, რა გვექნება მთავარი მიზნები 2012 წელს და სხვა მიმართულებები, რომელი იქნება პრიორიტეტული მათ შორის. გვაქვს წინასწარი მონაცემი ინფლაციისა 2011 წლის 12 თვის ინფლაცია დაფიქსირდა 2%-ზე. ხო წლის საშუალო ინფლაცია დაფიქსირდება დაახლოებით 8.5%-ზე. ანუ მოგეხსენებათ წლის დაწყისში ინფლაციის მაჩვენებელი შედარებით უფრო მაღალი იყო, 11-12% იყო. მაისში ამ მონაცემმა 14%-ს მიაღწია, შემდეგ დაიწყო კლება. პირველ რიგში ჩვენი პროცენტულად ამაღლება მოხდა 6.5%-ს ველოდებით უკვე წელს, რაც არის ბევრად უფრო დიდი მაჩვენებელი ვიდრე ნებისმიერ სხვა ქვეყანაში, არა მარტო ჩვენ რეგიონში, მაგრამ ევროპაშიც. და მეორე ის, რომ ჩვენ საქართველო და ყაზახეთი ვართ ერთადერთი ქვეყნები, სადაც სარეიტინგო კომპანიებმა ისევე აწიეს ჩვენი რეიტინგი. ეს რა თქმა უნდა მას ყველაფერს ჰქონდა ეფექტი ყველა სფეროზე
საკითხებზე განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, რომ წელს გაიზარდა მრეწველობის სფერო, გაიზარდა რა თქმა უნდა ტურიზმის სექტორიც, მშენებლობა და ტრანსპორტის გადაზიდვებიც გაიზარდა. შემდეგ წელს აქცენტს ვაკეთებთ როგორც ტრანსპორტის განვითარებაზე, ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, ინფრასტრუქტურა კონკრეტულად ტურიზმის სექტორისთვის და სოფლის მეურნეობის სექტორისთვის. პრობლემური საკითხები ბევრი არის, ეს კადრების მომზადების საკითხებიც არის, ეს არის საქართველოს წარმომადგენლობების გახსნა იმ ქვეყნებში, ვისთანაც სადაც ჩვენ არასოდეს არ ქონია დიდ წარმომადგენლობა. პრობლემები არის იმაში, რომ ჩვენ სამინისტროს ძალიან სპეციფიურად მომზადებული კადრები ჭირდება. არც ერთი საქართველოს სამწუხაროდ უმაღლესი სასწავლებელი ამას ვერ ახერხებს ჯერჯერობით. ჩვენ გვიწევს ადგილზე სწავლება. საქართველოს დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე პრეზიდენტმა სამართლიანად აღნიშნა, რომ არის მიღწევები, მაგრამ 2012 წელი იქნება განსაკუთრებით მძიმე, იმიტომ რომ დაახლოებით 35 ქვეყანაში, იმ ქვეყნებში, ვისთანაც ჩვენ სერიოზული თანამშრომლობა გვაკავშირებს, იქნება არჩევნები, მათ შორის, რა თქმა უნდა, საქართველოში. და ეს დიპლომატიისთვის ყოველთვის ძალიან მძიმე პერიოდია. საგარეო ურთიერთობების თვალსაზრისით 2011 წელი ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი იყო. განცხადება ამის შესახებ პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა გააკეთა. მანანა მანჯგალაძე ამბობს, რომ 2011 წლის მთავარ მიღწევად ნატოსთან და ევროკავშირთან საქართველოს დაახლოება. მანჯგალაძის თქმით, ამ კუთხით განსაკუთრებით საყურადღებო იყო ნატოს გენერალური მდივნის ანდრეს ფოგ რასმუსენის საქართველოში ვიზიტი და ის შეფასებები, რომელიც რასმუსენის მხრიდან გააკეთდა. მისივე თქმით, საყურადღებო იყო ასევე ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა და სხდომის პროცესის დროს გამოთქმული მოსაზრებები იმის შესახებ, რომ საქართველოს კიდევ უფრო ახლოსაა ნატოში გაწევრიანებასთან, ვიდრე გასული რამდენიმე წლის განმავლობაში. ათასობით ჩვენს თანამემამულეს აწუხებს უმუშევრობა, უამრავი ადამიანი ჯერ კიდევ ცხოვრობს გაჭირვებაში, სწორედ ამიტომ 2012 წელი ეს იქნება ამ მიმართულებით არსებით გამოწვევებზე პასუხის გაცემის წელი. როგორც იცით, საქართველოს მთავრობამ უკვე მიიღო გადაწყვეტილება, რომლის ფარგლებში 2012 წელს გაგრძელდება საპენსიო რეფორმა. განმტკიცებულ ბიუჯეტში უკვე გათვალისწინებულია 1 სექტემბრიდან ახალი საპენსიო პაკეტი, განსაკუთრებული ადგილი ენიჭება პენსიონერების სამედიცინო დაზღვევას, რომელიც შეეხება 9 მილიონამდე ადამიანს, რაც ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანი გარღვევა ამ კატეგორიის ადამიანთა ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნითა და კუთხით. ვფიქრობ, არ უნდა გამოგრჩეს და არანაკლებ მნიშვნელოვანია ბავშვთა სამედიცინო დაზღვევა, ის რომ სწორედ სახელმწიფო უზრუნველყოფს 0-დან 5 წლის ასაკის ბავშვების სამედიცინო დაზღვევას და ასეთ დაზღვევას 250,000-მდე ბავშვი მიიღებს. როგორც მოგახსენეთ, წელს ათასობით ჩვენი დევნილი თანამემამულისათვის გარემონტა დააშენდა ახალი საცხოვრებელი, საკუთრებაში გადაეცათ დაუკანონდათ საცხოვრებელი ფართი. ამ კუთხით სამუშაოები მომავალ წელსაც გაგრძელდება, მათთვის ახალი საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობა ბათუმში, წყალტუბოსა და ზუგდიდშია დაგეგმილი და 2012 წელს მშენებლობების დასრულების შემდეგ ათასობით დევნილი ოჯახი მიიღებს საბოლოოდ ახალ საცხოვრებელ სახლს. უნდა ითქვას ის, რომ პროექტი, რომლის განხორციელებაც ახალი წლიდან არის დაგეგმილი, უბრალოდ პროექტები, რომელთა განხორციელებაც ახალი წლიდან არის დაგეგმილი, უპირველეს ყოვლისა მოემსახურება ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. წინა წლებთან შედარებით ტურისტების რაოდენობა 39%-ით არის გაზრდილი. მომდევნო წელს კი ვიზიტორთა რაოდენობა უკვე 3,5 მილიონს გადააჭარბებს. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ვერა ქობალიამ და პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა განაცხადეს. მთავრობის წევრებმა ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელისგან 2011 წლის ანგარიში მოისმინეს და მომავალ წელს დაგეგმილ ღონისძიებებზე ვრცლად ისაუბრეს. ჩვენ უკვე 18 საინფორმაციო ცენტრი გავხსენით, ასევე მოხდა ასებული მარშრუტების მარკირება, ტურისტული მანიშნებლების დაინსტალირება და საინტერპრეტაციო დაფების დაყენება პრიორიტეტულ ადგილებში. მეორეს მხრივ, რა თქმა უნდა, აქტიური კამპანია მიმდინარეობდა საერთაშორისო ბაზრებზე, რომ გაგვეზარდა საქართველოს ცნობადობა. ყველაზე დიდი ძალისხმევა, რა თქმა უნდა, მიიმართება დასაქმებაზე და განათლების ხარისხის გაუმჯობესებაზე ტურიზმის ინდუსტრიაში, იმიტომ რომ ეს პირდაპირ აისახება მომავალში მომსახურების ხარისხზე, რომელიც ჯერჯერობით კვლავ პრობლემატურია. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვაპირებთ, რომ გავხსნათ ახალი ტურიზმის სასწავლო ცენტრი, სადაც შეიძლება ცურველებს აიმაღლონ კვალიფიკაცია. იმისთვის, რომ ჩვენ მივახციოთ ჩვენ გეგმას 2015 წელს 5 მილიონი, აუცილებელია, რომ ტურისტული ინფრასტრუქტურა უფრო მეტად განვითარდეს, უფრო მეტი სასტუმროები გჭირდება, უფრო მეტი დასასვენებელი ცენტრები და აუცილებელია, რომ სერვისიც განვითარდეს ამ სფეროში. აბალ ბიუჯეტიანი სასტუმროები, 2-3 ვარსკვლავიანი სასტუმროები, ეს არის ის მოთხოვნა, რომელიც წელს ჩვენ მივიღეთ ტურისტებისგან და ზუსტად ამ კუთხით ჩვენ გვინდა, რომ
გავესაუბროთ ინვესტორებს, როგორც უცხოელ, ასევე ადგილობრივ ბიზნესმენებს და შევთავაზოთ, ჩვენ გვაქვს უკვე ტურისტული ზონები, როგორც ანაკლიაში, ასევე ქობულეთში და შევთავაზოთ ასეთი პაკეტები და კონკრეტულად დავაინტერესოთ უფრო მცირ ბიუჯეტიან სასტუმროებში. შეხვედრა ტუროპერატორებთან, სასტუმროებთან, მცირე სასტუმროების წარმომადგენლებთან თუ რა პრობლემები აქვთ, რა შეიძლება გამოსწორდეს. ჩემი აზრით უფრო მეტი აქტიურობა მართებს მათ თვითონ, თუმცა აქ რამოდენიმე რამე შეიძლება გამოვყოთ, რომ ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ, დავეხმაროთ, თუნდაც ელექტრონულ ჯავშანზე როცა არის ლაპარაკი, თუნდაც ფრენების დაჯავშნაზე როცა არის ლაპარაკი, იქ გარკვეული პრობლემებს აწყდება კერძო სექტორი, რაც შეუძლია სახელმწიფოს გარკვეულწილად გადაუწყვეტოს. შესაბამისად, ეს შეხვედრა ჩვენ გვქონდა სწორედ აი ესე გათვალისწინებული, რომ მოგვესმინა ასე ვთქვათ, ტურიზმის დეპარტამენტის ანგარიში, მაგრამ გარდა ამისა, გაგვეგო თუ კონკრეტულად რა პრობლემები გააჩნია კერძო სექტორს, რა პრობლემები გააჩნია ტუროპერატორებს, რა პრობლემები გააჩნია კერძო სასტუმროებს. ამ ყველაფერს გავითვალისწინებ და შესაბამისად მომავალ წელს კიდე რამოდენიმე სიახლეს შევთავაზებ ჩვენს აი ამ მიმართულებით საზოგადოებას. გასულ წელს აფასებს დევნილთა და განსახლების მინისტრი კობა სუბელიანის განცხადებით მიმდინარე წელს 28,000 ოჯახი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილდა. დევნილთა ნაწილმა ფულადი კომპენსაცია მიიღო, 2011 წელს ასევე დაიწყო დევნილთათვის საცხოვრებელი ფართების დაკანონება და ინდივიდუალური გამრიცხველიანება. 2012 წელს სამინისტროსთვის ცენტრალური ბიუჯეტიდან 33 მილიონი ლარი გამოიყო. ყველაზე მთავარი იყო ის, რომ დაკანონების პროცესი გრძელდება, მიმდინარეობს. ასევე მთავარი მოვლენა თვლი ახალმშენებლობებს, მაგალითად ფოთში, ზუგდიდში, წყალტუბოში 1300-მდე ოჯახი შევასახლეთ ფოთში. მართლა გაუსაზლესი პირობებიდან გამოვიყვანეთ. მიმდინარეობს მშენებლობა ამ წუთებშიც წყალტუბოში, ბათუმში, ზუგდიდში. ასევე რეგიონებში იგეგმება სარეაბილიტაციო სამუშაოები 28,000 ოჯახი, რომელიც ამ მომენტისთვის ითვლება დაკმაყოფილებლად, გვინდა გავზარდოთ კიდე 10-ით. და გახდება 38,000-მდე ოჯახი. ეს არის მომავალ წლის გეგმა. მიმდინარე წელს აფასებს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილისთვის მთავარ მიღწევად ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის ამოქმედება. კუბლაშვილმა ისაუბრა ელექტრონულ პროგრამებზეც, რომელიც სასამართლოს სისტემაში მიმდინარე წელს ამოქმედდა. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე სასამართლოს მიმართ მოქალაქეთან დობის გაზრდაზეც საუბრობს. წელს ჩატარდა პირველად ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს 2 სხდომა. ეს ნიშნავს სწორედ იმას, რომ ხალხი მიდის სასამართლოში, სასამართლო არის ღია და თავად გამოაქვს ხალხს გადაწყვეტილება. გარდა ამისა, სასამართლო სისტემაში უზენაეს სასამართლოში კონკრეტულად ამოქმედდა 2 გადაწყვეტილებათა საძიებო სისტემა. ეს სისტემები ეხება როგორც მიმდინარე აქტუალურ გადაწყვეტილებებს, ისე საარქივო გადაწყვეტილებებს და ამ სისტემებით ყველას სახლიდან და ოფისიდან გაუსვლელად შეუძლია მოიძიოს მისთვის სასურველი გადაწყვეტილება და ეს კიდევ უფრო ზრდის, რა თქმა უნდა, ხელმისაწვდომობას სასამართლოზე. კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც ჩვენ განვახორციელეთ 2011 წელს, ეს გახდა პირველი ინსტანციის სასამართლოებში ელექტრონული საქმისწარმოების პროგრამის დანერგვა. ამ პროგრამით ასევე მიიღწევა ხელმისაწვდომობა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ 2011 წელი შეაჯამა წლის შემაჯამებელი ღონისძიება მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართა. შეხვედრაზე ფედერაციის ხელმძღვანელებმა ჟურნალისტებს სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ანგარიში წარუდგინეს. ფედერაციის პრეზიდენტის ზვიად სიჭინავას განცხადებით, მომავალი წლისთვის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ინფრასტრუქტურის განვითარება იქნება. ამასთან სიჭინავა 2012 წლის მთავარ პრიორიტეტად ეროვნული ნაკრებისა და შიდა ჩემპიონატების გაძლიერებას ასახელებს. ფეხბურთის ფედერაციამ დღეს მედის წარმომადგენლებიც დააჯილდოვა. მე მიმაჩნია, რომ ჩვენ შევასრულეთ ყველა ის დაგეგმილი, რაც ჰქონდა, ანუ გავაკეთეთ სახელმწიფომ გავაკეთა 3 საფარი შეგვიცავლა, სპონსორმა 2 საფარი გააკეთა, ჩვენ დავიწყეთ UEFA-ს დახმარებით რეკონსტრუქცია ლოკომოტივის სტადიონის და ის გეგმები, რაც იყო დაგეგმილი 2011 წელს, ყველაფერი შესრულდა, მე ვფიქრობ, 5-იანზე. რა თქმა უნდა, პირველ რიგში დიდი მადლობა მინდა ყველას გადაუხადო, ვინც მე მხარი დამიჭირა და ძალიან დიდი პატივია, რა თქმა უნდა, საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი, ძალიან დიდი რაღაცა არის ჩემთვისაც და თითოეული ფეხბურთისას და ანუ
ძალიან მიხარია და მოხარული ვარ და ყველას მინდა დიდი მადლობა გადავუხადოთ თითოეულ გულშემატკივრას. უფრო მეტად ოპონენტი ვიყავი ფედერაციის ვიდრე თქვათ რაღაც საკითხი, მაგრამ თუმცა გაკეთებულსაც და გასაკეთებულსაც რაც იყო და რაც მომწონდა და რაც არ მომწონდა, მე ყოველთვის ობიექტურად ვაშუქებდი ამას და ცალმხრივი არაფერი ასოეს არ ყოფილა ჩვენი რედაქცია მსოფლიო სპორტი ამ პრინციპებით ხელმძღვანელობს. დედათა კომიტეტი ხელისუფლებას დაუშალოთ საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ფართო მასშტაბიანი ამნისტიის გამოცხადებისკენ მოუწოდებს. როგორც დედათა კომიტეტში აცხადებენ, სასჯელ აღსრულების დაწესებულებაში უამრავი პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ამიტომ კომიტეტის წევრები პრეზიდენტს პირველ რიგში ამ პატიმრების შეწყალებას თხოვენ. ჩვენ დღეს აგანგებოდ შევიკრიბეთ, რათა დედათა კომიტეტმა მიმართოს ხელისუფლებას და პირადად ბატონ მიხეილ სააკაშვილს და აი ესეთი თხოვნა აქვს დედათა კომიტეტს, რომ დგება ახალი წელი, ახალი 2012 წელი და უდიდესი თხოვნით და მოგრძალებით მივმართავთ მას, რომ ამ ახალ წელს გამოაცხადოს ფართო მასშტაბიანი ამნისტია თუ არა, თუნდაც შეწყალება ისეთი ფორმით, რომ ეს შეეხოს ბევრ პატიმარს, არა 100-ს, არა 200-ს, არამედ შეეხოს ძალიან დიდ ნაწილს პატიმრების. არ შეიძლება სასჯელის მიხედვით ესე დაახედო უბრალოდ პატიმარს რა აქვს მისჯილი და გვერდზე გადადო ეს შეწყალების განცხადება. იქიდან გამომდინარე, რომ უნდა გავითვალისწინოთ ამ გარემოებები, რა მდგომარეობაში ჩაიდინა ამ ადამიანმა ეს დანაშაული, ნამდვილად ჩაიდინა თუ არა დანაშაული და ამის შემდეგ შეიძლება ადამიანის ბედის ასე მარტივად და ხელაღებით გადაწყვეტა. ლეიბორისტები წინა საახალწლოდ ხელისუფლებისგან 100 ლარიანი სასუსათო ვაუჩერების გაცემას მოითხოვენ. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე სოსო შატბერაშვილმა განაცხადა. მისი განცხადებით სამხმარებლო ბაზარზე ფასები გაზრდილია და მოსახლეობა საახალწლოდ მინიმალური რაოდენობითაც ვერ იძენს პროდუქტს, რასაც საახალწლო სუფრა დაამშვენებს. ნაცვლად ხულიოების და პუტუნიოების დაფინანსებისა, ნაცვლად ბარსელონელი მეძავების დაფინანსებისა, ხელისუფლებას მოუწოდებთ თავი დაანებოს წინა საახალწლო ორგიებს და ღრეობებს და ერთხელ მაინც თავისი ხალხი დააფინანსოს 100 ლარიანი ვაუჩერებით. ჩვენ წარმოვადგინეთ აქ მინიმალური კალათა, რომელიც საჭიროა იმისათვის, რომ ჩვენმა ხალხმა ნორმალურად გაათენოს შობა ახალი წლის ღამე. აი ეს კალათა, სადაც წარმოდგენილია ის ძირითადი პროდუქტები, ეს არის ელემენტარული პროდუქტები, რომლის გარეშეც ახალ წელს ვერ შეხვდება ვერც ერთი ადამიანი. და ძალიან ბევრს აი ეს პროდუქტები სანატრელად გაუხდია. აი ჩვენ აქ მოყვანილი გვაქვს ფასები, რაღირს აი ამ კალათაში წარმოდგენილი პროდუქტები. ეს არის კატასტროფა ბევრისთვის.